Georgia, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალ გიორგი სართანია, Fight Hop პოდკასტი, პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ჩქიმ ჯგირ ჯიმა კოჩა. ზურიკო ჯოჯუა, როგორ ახარ? კარგად გიო, სალამი, კარგად, შე როგორ ახარ გიო? მე მაგრად ვიქნები. ამიხარდა შენიდან ახლა ეხლა. ჯიგარი ხარ. როგორ შემიფასებ? ის 4 სიტყვა გადავაბი მგონი პირველად ცხოვრებაში მეგრულად და 1-5 წუთი დამჭირდა 10 თუ არა რა. მოფიქრებაზე და იმას. და სასიხარულო არის და დასაფასებელი არის. მაგარი არის და ყურზე სასიამოვნო ხდება, მაინც მეგრული სიტყვა რო არის. იავნანასავით ეფინება. ბიჭო, რაც უფრო ხშირად ჩავალ საქართველოში, მით უფრო შანსი მეძლევა, რომ ვისწავლო რა 1-2 სიტყვები და შენც მასწავლე ხოლმე რა. თუ შეძლებ რა. ანუ ყოველ ჩაწერაზე მაგირა პრობლემა არის. როცა გაგიხარდება მე 1-2 სიტყვები დავამატოთ. ჯიგარი ხარ. ზური, უბრალოდ მინდა შევახსენო ხალხს, რომ Fight Hop პოდკასტი არა მარტო YouTube-ზე, Apple Spotify-ზე და ყველგან სადაც არის, რომელ პლატფორმაზეც არ უნდა იყოს პოდკასტი, გთხოვთ გამოიწერეთ და გამოყვევით, უღრმესი მადლობა. ზური, როგორ ახარ რა, მართლა მაინტერესებს რა ხდება შენთან, სად ხარ ეხა? კარგად დავარ გიო, ყველაფერი რიგზი არის, რაც თავარია ტრამების გარეშე ვარ რა. სპორტულ საკითხში ტრამები არა მაქვს თავარია და დაუბრუნდი ეხა ესე რომ თქვა დიდი პაუზა გამომივიდა ბოლოს ბრძოლა რო გავაუქმე მაგის მას მერე დაახლოებით ბრძოლიდან შემდეგ ბრძოლამდე წელიწადი და 2 თვე გამოდის დაახლოებით რა. KSW-ში ვიყავი როგორც იცი და ისე მოხდა რომ KSW-ში კონტრაქტი ჩავამთავრეთ და ეხლა ახალ ორგანიზაციაში გავაკეთე, ერთჯერადი კონტრაქტი გამოვდის, იმიტომ რომ ქამარზე ბრძოლა იქნება და შემდეგ უკვე ისევ თავისუფალი ვიქნები. მას შემდეგ გადავხედავ რომელ ორგანიზაციაში სად როგორ გაგრძელდება, ჯერ არ ვიცი რა. არის რაღაც შემოთავაზებები და ვნახოთ როგორ იქნება. KSW-ში 4 ბრძოლა ჩაატარე, ხო, თუ არ ვცდები? კი, 4 ბრძოლა ჩავატარე, მე-5-იც მქონდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ 4 ბრძოლით გავთავისუფლდი რა. და ეხლა უკვე თავისუფალი აგენტი ვიყავი და Cage-მა შემომთავაზა, გერმანული ორგანიზაცია არის, CKJ MMA, ქამარზე ბრძოლა. მე ზავთანხმდი რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ამხელა პაუზის მერე ერთი სული მქონდა, როდის დავიწყებდი ვარჯიშს. და ესე იყო ყველაფერი. საქართველოში ვიყავი, ჩამოვედი, ხა ვარ გერმანიაში, გიო. კაი ხანი მომიწია იმ შეჯიბრის იმ გაუქმებული რო გავაუქმე ბრძოლა, წავედი საქართველოს შეგრევე და იქ მკურნალობდი რა, ნეკნზე მქონდა პრობლემა. დავიზიანე ნეკნი რა და მე გერმანიაში რო ჩამოვედი, ბოლომდე არც იყო მორჩენილი რა ეს ნეკნის ამბავი, მაგრამ უკვე შემევლო ვარჯიში. დგომში მუშაობდი, ჩვეულებრივ დგომში მუშაობდი, მაგრამ ჭიდაობა უკვე პრობლემური იყო. მაგრამ დავიღალე სიმართლე გითხრათ, წავიდი ცოტა ხანი ამოვისუნთქო ვარჯიში, დავიწყოთ ეს ვიატრა და წამოვედი გერმანიაში აქეთ ლაშასთან მაგდებურგში. ადრესადაც ვიყავი. ხო. ჩამოვედი აქეთ და რაღაც დროთა განმავლობაში ფორმიდან ვიყავი ამოვარნილი სერიოზულად. დაჟე გიო რომ დავიწყებდი გახურებას უკვე ვიღლებოდი ისეთნაირად ვიყავი ფორმიდან ამოვარნილი რა. ვაჰ. მაგრამ რაღაც ერთ თვეში თვენახევარში უკვე ტონუსშიც მოვედი, ნეკნმაც გაიარა. სრულყოფილი ვარჯიშები დავიწყეთ და მე ჩაინიშნა ლაშას ბრძოლა ჩაინიშნა მე კიდე ბრეივის. მე დავრჩი აქ მომზადება დავიწყეთ ლაშას ბრძოლისთვის. ყველაფერი იდეალურად წავიდა, ყველაფერი კარგად. ფორმაში შენს მაგ დროს ხო არ მოხვედი ლაშას ბრძოლის მზადების დროს? მე მანამდე ვიყავი ჩამოსული, სანამ ლაშას ბრძოლა ჩაინიშნებოდა, მანამდე ჩამოვედი. არა, ვიგულისხმე რომ ლაშას მომზადებაზე მთლიანად კამში იყავი თუ არა ლაშაზე? კი, ხო? კი. ხო და დაგეხმარა მეთქი, ხო ალბათ ეს შენ თვითონაც რა, ხა სპარინგსაც ატარებდით ალბათ, ხო?
კი, დამეხმარა რომელია კაც ჩემიცაც მაგარი არის ასლაპარაკო. ლაშა რო იმზადებოდა, სულ სპარინგ პარტნიორები ვიყავით, დამუშავება გინდა სპარინგები გინდა ნებისმიეროს ვარჯიშის გარეშედაც ისედაც სულ ერთად ვართ ხოლმე რა, გერმანიაში ისეთი მომენტი არის. ვარჯიშებით მხრივ კიდე სულ ერთად ვარჯიშობ. ყოველ დღე დილას, საღამოს დილას ფიზიკურები, საღამოს ლეიბები, ლეიბზე ვარჯიშების ბოქსია, ჭიდაობა არის, გრიპლინგი არის, სულ ერთი არის რა. და ლაშა კიდე იმშვენივრად იცი შენც როგორი დონის, როგორი მაღალი დონის მებრძოლია და ესეთი მაღალი დონის მებრძოლებთან მუშაობა შენც გზრდის რა, ვისაც არ უნდა ეხმარებოდი იქით ხო, შენ თვითონაც იზრდები, როდესაც მაღალი დონის ბიჭთან ვარჯიშობ. ასე რომ ჩემთვისაც დიდი გამოცდილებაც იყო, სასიამოვნოც იყო და ამასობაში მეც მოვედი ფორმაში. ძალიან მაგარია. ლაშას მომზადების დროს. ძალიან მაგარია რა. ეხლა რო თქვი რომ გახურების დროს ვიღლებოდიო რა, მერაბი გამახსენდა მეთქი ის საერთოდ არ ხურდება ის მერაბი რა, ხო ასე ხარ ბოლოს ყველა იზახტა რომ ეს ვინ არისო რა, დაჟე პირდაპირ Mighty Mouse-ი რო არის რა, Mighty Mouse-თან იყო პოდკასტზე და ივარჯიშეს ერთად რა და ძალიან გაკურებული იყო, არ ხურდებაო, ეგრევე პირდაპირ მიდისო რა. და მოდი ჯერ Braves-ზე ვისაუბროთ და მე დაუბრუნდეთ მერაბის თემას და ყველაზე პოპულარულ, ანუ დღეს რა ხდებას UFC-ში მაგ თემებს დაუბრუნდებით, მაგრამ ისტორიული მომენტი იყო ჩემი აზრით ქართულ MMA-ში Braves პირველად ჩამოსვლა 99 და რა თქმა უნდა ძალიან წარმატებული ევენტი იყო ჩვენთვის. თუ სწორედ მახსოვს 7-დან 6-მა თუ 6-დან 5 ქართველმა ყველამ მოიგო, ერთმა წააგო მარტო, ერთმა წააგო, დანარჩენმა ყველა ქართველმა მოიგო. კარგი შედეგი გააკეთეს ქართველებმა სულ ყველამ რა, მთლიანობაში ესე რომ ვთქვათ. ძალიან კარგი შედეგი იყო. და ლაშას მინდა დაუბრუნდეთ და co-main event-ი იყო. შენ იყავი რა თქმა უნდა მისი კუთხე და რავი ძალიან მაგრა შეასრულა რა. მაგის ფეხები მგონი ერთი 10 ჯერ აქეს რა, იმან წამყვანებმა რა. სულ ფეხებზე საუბრობდნენ რა, მაგ ყველა მხრიდან შეუძლია რომ ფეხი მოგარტყასო რა. და ბოლოს მაინც right-ის იყო ხო, მგონი cross-ი იყო თუ რაღაც, მაგითი დააგდო ხო? მაინც მუშტით დააგდო. ზოგადად striking-ი ძალიან მაღალ დონეზე აქვს ლაშას. მე სადაც მოვხდი რომ ყველგან მithქვია კიდევაც რა. ძალიან ბევრ დარბაზში მივარჯიშია უცხოელებთან, ქართველებთან, ნებისმიერ თამაშს არ მუშავე, ანუ ერთ-ერთი ლაშა არის, რომელსაც დგომი აი რაღაცნაირად განსხვავებული დგომი აქვს, იმიტომ რომ მეც რო პირველად ვიმუშავე ლაშასთან, მე მაშინ მივხვდი რომ striking-ი თურმე ცოტა სხვა რაღაცა ყოფილა, ვიდრე უბრალოდ კარგი ბოქსი. ანუ ვიდრე კარგი kickboxing-ი. ლაშას მოძრაობები აქვს, კარგი მანძილებს გიჭრის, გრძნობს, მერე კიდე დგომს, კარგად გრძნობს, დისტანციას გრძნობს. თან სტრაფიც არის და უდარი აქვს, რომ ძალიან ძლიერი მძიმე დარტყმა აქვს. როგორც ხელით, ისევე ფეხით. ხელით, ფეხით, მუხლით ერთნაირად მუშაობს რა. თან მით უმეტეს ფიზიკურად ძლიერი ბიჭი არის. ძალიან ძლიერი არის ფიზიკურად და striking-ზე რო ვაქებამდეს, ხო? მარტო striking-იც არ არის, უბრალოდ striking-ი იმდენად ლამაზად გამოდის, რომ striking-ზე ვრჩებით, რომ აი striker-ია. არა და ჭიდაობა ნაკლები არა აქვს. სხვა დარბაზშიც ყოფილი ვარ ჩვენ, ერთადაც ხო ჭიდაობთ, კაცო, ერთადაც ჭიდაობთ. სხვა დარბაზებში ყოფილი ვარ, წასულებს იდრისოვთან მახსოვს. მაგის ჭიდაობა. იდრისოვთან. ხო, კი. და არასდროს არ მინახე რომ ლაშას მაგალითად ჭიდაობაში რამე პრობლემა ქონოდა, რომ მაგალითად იჩაგრება ჭიდაობაში ან სტრაიკერია და ჭიდაობა არ გამოდის. რომ მოინდომოს თვითონ მაგალითად სურვილი რო ქონდეს რა, შეუძლია ბრძოლა წაიყვანოს მარტო ჭიდაობით. მაგრამ ისე იმითის რომ თქოშიც ნოკაუტები აქვს ხოლმე რა. და ნოკაუტებს მშვენიერი არის, ხალხსაც მოსწონს. ზოგადად ხო იცი ხალხის უმრავლესობას ნოკაუტები მაინც მოსწონს. ჭიდაობას და იმას ურჩევნიათ ნოკაუტები და
კი, თან რომელიც გამოდის და რომელიც აგებინებს, იმას აკეთებს. ეხლა თავის ფიშკით ეგრე თამაშობს. ტრიალში ფეხი აქვს ძალიან მაგარი, ძალიან სწრაფი და ლამაზი რა ტრიალში. თუ გინდა აცილოს ის მაინც მაგარი სანახაობრივია რა, ხო ასე არ. ძალიან სწრაფად ტრიალდება რა, ძალიან მაგარია და ჭიდაობაზეც როგორ შევამჩნია, იცი? თითქოს რომ აი თუ გამოდის ოპონენტი თუ ყავს ისეთი რომ მის ჭიდაობას მაგრა აქებენ ოპონენტის ჭიდაობას და იმან თუ დაუწყო ჭიდაობა მერე ლაშაც გადადის რა ჭიდაობაზე და პირიქით წამყვანი ხდება რა. ანუ მართლა მაგარი ჭიდაობა აქვს მაგასაც. კი, არა, ძალიან მაგარი ჭიდაობა აქვს რა. თან მე თუმცა გადაყვანა არის ძალიან ფიზიკურადაც არის ძლიერი, სწრაფი არის. და გადაყვანა კონტროლი რომს გადაიყვანო ეხლა მარტო გადაყვანა რა არის თუ არ გააკონტროლე ხო და დაზიანება თუ არ მიაყენე ძალიან ძნელია რომ გააკონტროლო თუ თვითონ მოინდომა აკეთას დაგიწევს ჭიდაობას და მე ძნელია რომ გამოხვიდე შენ თვითონ ხო მაგარი მოჭიდავეც არის პარტერის კარგად დაავს გადაყვანებს ყველა ასპექტში კარგი არის რა ძალიან კარგი არის ყველა ასპექტში მაინტერესებს ეხლა ორი კვირის წინ ხუჩა ქორიძე იყო რა ჩვენთან რა და ბრეივზე ვისაუბრეთ ამ ბრძოლაზეც ვისაუბრეთ არ ვიცი თუ ნახე შენ ალბათ დაკავებული ხარ ვარჯიში და რაღაცა და თქვა რომ მახსოვს მე მიკროფონზე ბრძოლა რომ მოიგო თქვა რომ კამარიო რა კამარი მინდაო ანუ ბრეივისო რა და მგონი ხუჩა მახსენო რომ საერთოდ არ ჭირდებაოს ბრეივის კამარიო ეს კაცი მზად არისო პირდაპირ უნდა გადავიდესო ეხაო რა დიდ შოუშიო რა დიდ შოუზეო რა ანუ იგულისხმა ეხა რა თქმა უნდა UFC PFL ან რაღაც ეგეთი რა უფრო გრანდიოზული შოუ რა და შენ რას ფიქრობ მაგაზე მოდი მე ბრეივით დავიწყებ თავიდან ეხა მაგასაც ბოლოს ვისაც ეჭხობა ის იყო პირველი ნომერი და ფაქტიურად რადგან მას მოუგო უკვე პირველი კონტენდერი არის კამარზეც. შემდეგი ბრძოლა წესით კამარზე უნდა იყოს. ეხლა რა და როგორ გადაწყდება მე მაგი არ ვიცი, მაგრამ წესით შემდეგი ბრძოლა უნდა იყოს კამარზე. მაგრამ ხუჩას ეხლა რა შენ თქვი, მაგაში 100% ვეთანხმები კიდევაც. უბრალოდ ეს შენს მშვენივრად იცი ბიზნესი არის, არ არის მარტო სპორტი. შეიძლება შენ გინდოდეს, მაგრამ იქ 1000 რაღაცა იქ ვიზა არის, იქ მენეჯერის მუშაობა არის. თორემ მე პირადად მე დარწმუნებული ვარ ეხლაც მაგალითად რომ მიჩხუბოს ნებისმიერთან აი თუ გინდა ეხლა სახელები თქვი ნებისმიერი ვინც გინდა იყოს 61-ში ვისთან არა აქვს შანსი აი ესე რომ ვთქვა ნებისმიერთან აქვს შანსი რომ ნებისმიერთან გაიმარჯვოს არა ის რომ უბრალოდ ჩხუბი ჩაატაროს UFC-ს top 5 ავიღოთ თუ გინდა ჩაოლებრივ არის შანსი რომ უბრალოდ გავიდეს და უკეთესი გამოჩნდეს ვიდრე ისინი არიან მაგრამ ეგ უკვე ვნახოთ აბა როგორ წავა ეგ საქმე მენეჯერი როგორ იმუშავებს თუ გამოვა ეგ ამბავი მაგას რა ჯობია ეგ იქნება ყველაზე მაგარი რაღაცა ხო აბა რა თვითონაც ბედნიერი იქნება ყველა თვითონ რა ყველა სპორტსმენს უნდა რომ UFC-ში მოხვდეს და იქ ჩაატაროს ამოდენიმე ბრძოლა და UFC-ს კამარი გადაიკიდოს მხარზე მაგრამ ჯერჯერობით რაც რეალური არის და 100%-იანი არის ეს კამა შემდეგი ბრძოლა წესით კამარზე უნდა იყოს წესით იმიტომ რომ პირველი კონტენდერია დანარჩენი ვნახოთ ღვთის მადლით და ქრისტალობით თუ ყველაფერი კარგად წავა მე იმედი მაქვს რომ მალე UFC-შიც ვიხილავთ ანუ შენ გონია რომ ბრეივი ჩემპიონად გააგზავნის ბრეივის ჩემპიონად გააგზავნის იქით UFC-სკენ ლაშას ხო ალბათ ალბათ. წესით რავი ბრეივისთვისაც სახელი იქნება. იმიტომ რომ რო გადახედო, მოგონ რავი მაგათი ბიზნესი როგორ მუშაობს, ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ რამდენად ენდომება მაგასაც რო გაუშვას, შეიძლება პირიქით აწყობდეს კიდევაც მერე რო გაუშვას, იმიტომ რომ თავის ორგანიზაციას გააპიარებს, ხო რა თქმა უნდა. შეიძლება არც აწყობდეს კარგი ბიჭი არის და დატოვებაც მოინდომოს იქ უკვე კონტრაქტი როგორ არის, მაგი უკვე მაგდენები არ ვიცი რა, როგორ არის კონტრაქტი მაგის მიხედვით, მაგრამ რო დავფიქრდეთ ეხა სამი ბრძოლა ჩაატარა ხო ბრეივში და სამივე ფინიში გააკეთა თან ისიც სამივე იყო ტოპ მებრძოლი ერთი ბრაზილიელთან იყო მგონი decision-ი ამის წინ იყო მგონი ხო არა მაგის submission-ი იყო ბრაზილიელთან ამის წინ რო იყო პირველი იყო მახსოვს ეგრე ის cage-ში იყო მაგი იყო cage-ში
ხო, კაი. პირველად რო გააკეთა. პირველი decision იყო ლაშასის, მაგ იყო ეხა სადაც უნდა ვიწყო მან. მან სხვათა შორის ორი ზონის ჩემპიონი არის 61-ში და 66-ში. ვაუ. ლაშა. ხო და ანუ ეხა შენ უნდა გახდე მანდ 61-ის ჩემპიონი. კი. ვაუ, ორი ქართველი ზედიზე. ეს მადლიც მასე უნდა იყოს. ორი ქართველი ზედიზე. KG აღებული გვაქვს ქართველებს, ხო? აჰა. ხო და აუ უცებ დავიბენი, რაზე ვსაუბრობდით, სანამ მაგაზე გადმოვიდოდით, ლაშაზე დამთავრებული არ ხოდა? კონტრაქტზე და ხო, კონტრაქტზე და იმაზე. აიწერან როგორც გეუბნებოდი, სამი ბრძოლა ჩაატარა თქო რა და სამივე მაღალი დონის ბიჭზე ჩხუბა და მაგარი სანახაობა ანახა და სამივე დააფინიშა. ორი ნოკაუტი გააკეთა და ერთი მახრჩობელა. ასე რომ თვითონ ბრეივის დაინტერესებული იქნება დიდი ალბათობით, რომ თან იმასაც ხო დიდი მნიშვნელობა აგიო, როდესაც მებრძოლი ჩხუბობს რა და გაიმარჯვებს სიტყვაზე რა დონეს, რა კლასს ანახებს რა და რავი, ჩემი გადმოსახედიდან მაღალი კლასის ბრძოლებს ანახებს. რასაც კომენტატორები ამბობენ კიდევაც და ხალხსაც უსმევენ კიდევაც. მარტო ჩემი აზრით არ არის ეს. გაუმარჯოს ძმებს. აი ვინ შემოვიდა? რომი შემოვიდა? აჰა, მეც მოვწოდა დაკავებული ვარ და ვაგვიანე ბოდიში. რომის სიცოცხლე, როგორ ახარ რომი? აჰა, გადასარევად. მე თმა გაგიზარდეს რომი, ჯამთელი ეს არც ვიცოდი, ესა ვეხა გიოსო ველაპარაკებოდი ზეგან. მაშინ მითხრა და ძალიან გამიხარდა. მადლობა ძმაო. მადლობა. როგორ ახარ? კარგად დავარ, მე კარგად, კაი ხასიათზე და კაი განწყობით. ძალიან კაი ძმაო, როგორც ყოველთვის. კარიერულად რა ხდება წინ სვლა ხო არის რამე სამი სიახლე გააქვს? კი, სიახლე როგორც იქნა დაუბრუნდი, ცოტა აქტიურ ფაზას დაუბრუნდი რა, ეხა 15 ნოემბერს მიწევს გერმანული ორგანიზაცია არის KSI MMA და მან მიწევს გამარზე ბრძოლა. აუდა ერთი ბრძოლა მექნება, მან და რაღაც დიდი კონტრაქტი და რამე ისი არ არის და ერთი ბრძოლა უბრალოდ გამარზე და შემდეგ ისევ თავისუფალი ვიქნები. არასოდეს დიდ კონტრაქტებსაც შეეხება რა. არასოდეს ვერავს ვერ გავიგებ რატო არის ბრეივში ესეთი კონტრაქტები ბიჭები სადაც ზოგიერთი კედებიან ხოლმე რა არ მესმის ეგეთ რაღაცა რა არც ერთ ორგანიზაციას უკვე UFC-ს გარეთ თითქმის ანუ PFL-ი, One Championship-ი და ეგეთ ერთი ორი არის, მაგრამ ბრეივი არ არის ისეთი ზომის ორგანიზაცია რა რომ რაღაც როგორც PFL და ისა ფინანსურად ყოველ შემთხვევაში არ არის მაგ ხელა. ნუ არ ვიცი. წეგან რაღაცას ლაპარაკობდი, მე გვიან შემოვედი და ვაგვიანი და რაზე ლაპარაკობდით წეგან რომ გააკვეთ მეც რა. ლაშაშთან დაკავშირებით ლაპარაკობდით რა. რომი რაც კითხა ვიცი, ეხა ამ კონტრაქტებზე და იმაზე რა, რომ ეხა ვახსენეთ, რომ საერთოდ არ ჭირდება ლაშას ეხა ბრეივის კამარი და პირდაპირ შეუძლია რომ გადავიდეს რა, მაგრამ აი ეს კონტრაქტების სიტუაცია არ ვიცით ჩვენ, მაგრამ გურამი, ილია, ხო აქედან წავიდნენ და როგორი არის, ანუ არ უშვებენ, ბრეივი არ უშვებს, თუ პირიქით უნდა რომ გაუშვან, რომ მე თავისი სახელი უფრო ბრეივის სახელი წაიღონ ამ მებრძოლებმა რა, რას ვფიქრობ? მე მგონია რომ მენეჯმენტზე არის დამოკიდებული აქ. რამდენად ძლიერი მენეჯმენტი ყავს. მით უფრო ურთიერთობაზე მაშინ. პირად ურთიერთობაზე მენეჯმენტი. ხო? პირად 100%-იანი ხარ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, ეხა რეიტინგი ისეთი აქვს სიტყვაზე ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ მენეჯმენტმა ჩვეულებრივად ეხა რო შესთავაზოს ხო UFC-ს აქვს ის რეიტინგი, რომ უბრალოდ გავიდეს და გინ კონტენდერი იყოს, გინ პირდაპირ UFC-ში იყოს, იბრძოლოს, მაგრამ იქ უკვე დროის საკითხია, წეგანაც როგორც ჩვენ საუბრობთ, რა დროის საკითხი არის, ეხა ამაზე უარი თქვა, უბრალოდ სისურველი იქნება, როგორ აქ შენ უარი თქვა და იქ გზა არ ქონდეს გახსნილი, აზრს ვერ ხედავ ეგეთ რაღაცა. მაგას არ ჯობია კაცო, კამარზე გიწევს სადაც ბრძოლა და იბრძოლებ კამარზე და თუ ის ვარიანტი იქნება და მე ორგანიზაციას გაგიშვებს მაგას რა ჯობია. მაგ ყველაზე კარგი რაღაცა არის მე. ეხლა უკვე ლაშა არის 34 წლის, ხო?
და არის პიკში არის რა, ფიზიკურ, აი ხეცი არის რა, ხო ხედავთ, აი გამოდის და ჭამს ყველაფერს, იმას გალიასაც ჭამს და ყველაფერს ჭამს. და ანუ ეხლა რაც უფრო სწრაფად უნდა, აი სტრაფეგზით უნდა მივიდეს რა, თორე ძალიან დასანანი იქნება ეკაცი წელიწადში თუ ვერ მოხდა დიდ სცენაზე რა, როგორიც არის UFC რა. იმიტომ რომ იცით რომ ეს სპორტი, ყველა სპორტი არის ასაკობრივი რა. ნუ რა თქმა უნდა, ღმერთმა დაიფაროს, ვაფშე არ დაეტყობა და არ ეტყობა, ეხლა არის პიკში რა. მაგრამ აი ძალიან დასანანი იქნება, ამინდა მჯერა რომ ერთ წელიწადში მაინც მოხდება და გადავარა და ლაშას ამ ხეთს ვნახავთ ოქტაგონში რა, UFC-ში და ზური რა თქმა უნდა შენც. მე იმედია იქნება ყველაფერი. ეგ ყველაფერი უკვე ცოტა ისეთ საკითხი არ კი ყველას გვინდა. ეხლა მე ლაშას აზრით ვიცი და მეც მინდა და მასაც უნდა ვისამუნდა ეხლა UFC-ში რომ იბრძოლოს და იქ თქვას თავისი სათქმელი, მაგრამ ნახოთ მაგე უკვე მენეჯმენტის ამბავია როგორ იქნება. აი არ არის ჩვენს მარტო დამოკიდებული. ჩვენ სურვილი კი გვაქვს და რაც შეგვიძლია იმას კი გავაკეთებთ. მაგრამ რამდენად იქნება ყველაფერი, მაგე უკვე ვნახოთ. ესე რაღაც გაკვალული წინასწარ რაღაც ფორმულა, რაღაც იმის გაწერილი რაღაც ნაბიჯები რო იყოს მაგისთვის არ არის ეგრე რა. შეიძლება უამრავი ჩხუბი მოიგო, მაგრამ რაღაცეების გამო ძალიან მაგარი იყო შეიძლება, მაგრამ რაღაცეების გამო ვერ მოხდა UFC-ში. სულ რო არაფერი ჯერ ჩამოსვლაც არ არის მარტივი ამერიკაში, მაინც და მაინც რა. ჩამოსვლაც არ არის მარტივი და მე მეორე რომც ჩამოხვიდე, მე იქ რო რაც გინდა მაგარი იყავი რა. უეჭველი რომ მოხდები, ეგრეც არის. ეგრე ქართველი ბიჭებიც არ არიან, მან ძალიან კარგი მაღალი დონის. გერმანიის მოქალაქეობაა. დიდ ორგანიზაციებშიც აქვს ნაჩხუბარი. გერმანიის მოქალაქეობა თუ აქვს ლაშას? ზუსტად არ ვიცი როგორ არის. ეხლა რაღაც საბუთები აქვს, რა თქმა უნდა, ეხლა დიდი ხანი აქ ცხოვრობს და ეხლა ელოდება კიდე საბუთებს და მალე იქნება ყველაფერი წესრიგში და დიდი ალბათობით შეიძლება წავიდეს კიდევაც მალე იქითაც. просто რატო ვიკითხე ხო იცი? როგორ იქნება? არ ვიცი ზუსტად რა. რატო ვიკითხე, ალბათ მიხვდებოდით, იმიტომ რომ გერმანია ძალიან მაგარ მებრძოლებს აქვეყნებს რა. მაგალითად ილია თოფურია ბიჭო და shout out კიდე ჩვენი უჯიგრესი კაცი რო არის ბიჭო. ვახ, ნიკოლოზი. სამსონიძე. ხო, ნიკოლოზ სამსონიძე. ხო ხედავ გერმანიას რა, მალადეც. აუცილებლად მინდა რომ მოულოცო გურამ ქუთათელაძეს. ეხლა საუბრობდით Braves-ზე და UFC-ზეც და ორივეში წარმატებული მებრძოლე არის და დაბრუნება ქონდა. რა თქმა უნდა, სხვა ორგანიზაცია იყო, მაგრამ ძალიან კაია რომ აქტიური არის, მაინც იჩხუბა და ძალიან მაგარი ფინიში ქონდა რა. მუხლისა კლინჩი, დიდაყვები, ქვემოთ მუხლები, აი კლასიკური გურამი იყო რა, აი მოშიებული რა, თუ ნახეთ. კი, რაღაც ძალიან მესეუნა, მე რო უყური ჯერ ძალიან გამიხადა რომ გაიმარჯვა და ცოცხალი იყო რაღაცნაირად თითქოს UFC-ში ბოლო ჩხუბებში თითქოს რაღაცა შებოჭილივით იყო, რაღაც ამ ბრძოლის მერე უფრო გამოჩნდა, რავი, ჩემი პირადად ჩემთვის, მაგრამ აქ რო რაღაცა თავისუფალი იყო და კი და ძალიან კაი ბრძოლაც ანახა და კარგადაც მოიგო და ამის უმეტეს ეიც არ არის ეხა მარტივი ორგანიზაცია და ის არ არის. დაჟე ზოგიერთ წონებში დაჟე ვიტყოდი კიდევაც რომ ყველა UFC-ზე ძნელიც არის გამის მოგება ზოგიერთ წონებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია აქაც. რა თქმა უნდა, UFC-ში ყველა ეს დიდი კონკურენცია იქ არის. კი ბატონო, მაგას ვეთანხმები, მაგრამ არანაკლები კონკურენცია არის აქაც. ბიჭო, მე არ მინდა რომ რომიმ ბევრი ფეხი პირში ჩაიდოს, მატილდას ფეხი ჩაიდოს, მაგრამ ჩვენთან მოვა მე დეინა ვაიტი, გაიგე, ჩვენ შოუში და მე პროსტა გაგვიტყდება რა, იმიტომ რომ დეინა აქ რომ მოვახვაზე, მაგრამ უნდა ვაქოთ. დეინა რა მაგარი კაცი ხარ ძმაო, შენ გაგიმარჯოს დეინა და ჩვენ უნდა ვიყოთ პირველი ქართული პოდკასტი დეინა ვაიტი რომ
ანუ მიიღებს მონაწილეობას. იმედია მალე იქნება. რა ვის უნდა დენა ვაიტი, ბიჭო, დენა ვაიტს რა უნდა კითხო? დენა ვაიტი, ანუ რა უნდა კითხო დენა ვაიტს, რაზე გიპასუხებს სიმართლეს? მაგალითად, რამის უცხოელად გეტყვის რამის? პასუხები მაინც ბევრი დაგროვდება. თუ მეკითხები, მაშინ პასუხის ის მომეცი შანსი. მაგალითად, თმებს ეგრე ვარცხნილობას ეგრე ლამაზად როგორ იყენებს? დენა ვაიტი და ეგეთი ხალხი კაია, მისთვის რა ქვია, რიცხვებისთვის და რეიტინგისთვის და ეგეთ რაღაცებისთვის, თორე სულთა ინტერესით რო ვთქვათ, ხო? არანაირი ინტერესი არ მაქვს დენასთან საუბრის, იმიტომ რომ ადამიანი არის პათოლოგიური მატყუარა და რა უნდა ველაპარაკო მე დენა ვაიტს. ბევრს ვიცნობ ეგეც კიდე და ძალიან კარგად ურთიერთობ მაგათთან. ძალიან კარგად ცხოვრობენ, ხო? ხო და სანამ დეინაზე ვარ და ზური თუ ნახე პირველად ცხოვრებაში, რავი, ეგეთი რამე დეინას პირიდან BT Sport ერქვა, ეხლა თქვია TNT Sport-ი არის რა, ანუ ბრიტანეთის არხი არის და თუ აპირებთო მერაბის საქართველოში წასვლასო რა და კიო მინდაო რომ მერაბი წავიყვანო იქო საქართველოშიო. ზას გქონდა შეხვედრაო, მიტინგი გქონდაო, ბევრი ხალხი იყო ეთყობა და ერთ-ერთი ადამიანი იყო ვიღაცა საქართველოს მთავრობიდან წარმომადგენლიო და მოვიდა და მითხრა ლაპარაკი უნდა ჩვენთანო რა, ანუ ესე შევხვდი სპეციალურად და ეგრე არ ყოფილა. ხო, ეგრე არა, ხო, მართლა. არავინ არ შეხვედრია ჯერ საქართველოს მთავრობიდან ნახა და იმან უთხრა რომ შეხვედრა იყო, ფულიანი ხალხის რაღაც სიმპოზიუმი იქნებოდა. იქ გაიჩნდა ქართული მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, შეიძლება ვიღაც ბიზნესმენი იყო. და დენას უთხრა რომ ბაზარი მინდაო ესე და ესე ამ თემაზეო და ეგ იყო სულად თქვა რა, შეიძლება რა აქვს მართლა ჩაფიქრებული სურვილი, რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იქნება ბიჭო ეგ რომ მოხდეს, იმიტომ რომ რამდენი ბიჭებს მიეცემათ ყველა ჩხუბი 15 ჩხუბი ხო თქვა ხო ქართლზე 12 ჩხუბი ხო, ყველა შეგვიძლია რომ ყველა ჩხუბში ყავდეს ქართველი რა. ყავს მის მოჩხუბრები რომ ყველა ჩხუბში შეგვიძლია რომ პრილიმებიდან დაწყებული მეინ ქარტით დამთავრებული გავახსოთ უნდა ქართველებით ეგ ისა რა და ეგ ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ ამას ჭირდება ფინანსები, ამას ჭირდება ლოჯისტიკა, ამას ჭირდება ინფრასტრუქტურა, ამას ჭირდება ორგანიზება ყველაფერს სწორად. ისე არ უნდა ვქნათ რომ ეს ხალხი ჩამოვიდნენ რა გავაგიჟოთ მეტი რო აღარ ჩამოვიდნენ ჩვენთან რა. და ეს რაღაც ის არ უნდა ჩაუტაროთ რაღაც ფოკუსები რა და რაც არ უნდა ეხლა ჩემი ის იყოს რა ქვია წეგან კი ვთქვი რომ UFC ანუ უბრალოდ რომ გაახსნა კარგად წეგა რასაც ვიზახდი UFC უნდა დაიშალოს უნდა დაიშალოს რატო იცი როდესაც ამ დონის მონოპოლია ესე გაქვს ესა რა აი თუნდაც ახლა ზურა რომ ამბობდა წეგან ACA-ში უფრო კონკურენცია მე არ ამგონია ACA-ში ზურა დიდი სიყვარული დიდი უფრო მეტი კონკურენცია იყოს ვიდრე UFC-ში არ ხედავ იმდენ კლასს მან მაგი არ მეჩქა მთლად მასე არა ნახ მაგრამ ზოგიერთ წონაში რა ზოგიერთ წონაში მთლიანობაში UFC-ში უფრო დიდი კონკურენცია მაგას მაგი რა თქმა უნდა მაგრამ ზოგიერთ წონაში უფრო ძნელიც შეიძლება იყოს შეიძლება არ ვიცი მაგრამ მე რა მინდა რო გითხრა იცი რომც იყოს ეგრე ხო თქვათ კაცს შულს არავის არ აინტერესებს გამიგე არავის არ აინტერესებს რა დონის მოჩხუბარი ხარ შენ ACA-ში, რა დონის მოჩხუბარი ხარ შენ PFL-ში, რა დონის მოჩხუბარი ხარ შენ. ისიც კი არ აინტერესებს ხალხს, რომ შეიძლება UFC-ს დონის ძალიან მაგარი მოჩხუბარი KSW-შიც ჩხუბობდეს და Brave-შიც. იმას არავინ არ უყურებს, რომ იქიდან მოდის ყველა UFC-ში, ამ ორგანიზაციებში იზრდება ეს ბიჭები. მარტო აინტერესებს უკვე UFC, გამიგე? იმდენად უკვე ჭირივითაა რა, ანუ შენ შეიძლება თოფურია, შეიძლება დილია თოფურია დღემდე არ მოხდა შეიძლება რაღაცა თქვათ ხო გავიდეთ უკან დროში არ გადმოვიყვანოთ თოფურია UFC-ში დღემდე შეიძლება Brave-შია თქვათ სიტყვაზე რა და არავის არ აინტერესებს ამ დროს გამიგე შეიძლება Brave-ში კლავს ხალხს იქ მაგრამ არავის არ აინტერესებს სიტყვაზე ვიძახი შეიძლება ეგეთ რაღაცა მოხდეს რა იმიტომ რომ იმდენად მონოპოლია ამ ორგანიზაციის უკვე სოფლიოში მე ეს არ მომწონს ძალიან მე არ მომწონს ის რომ ბიჭებს არ გაქვთ ოფციები, არ გაქვთ ვარიანტები, აი ეს თუ არა, მაშინ სად? UFC თუ რასაც თავაზობს, თუ არ მიმაჩნია ჩესნად და რაღაც სამართლიანად, მაშინ აბა სხვა შემოთავაზება. ვინ სხვა შემოთავაზებაა? ხო, არავინ არა. არავინ არა, წარმოვიდგენ ინდუსტრიაში, აი თქვა ავიღოთ ნებისმიერი ინდუსტრია რა. ავიღოთ ნებისმიერი ინდუსტრია რა, სოფლიოში, ნებისმიერი, აი ავიღოთ აი თქვი რამე დაასახელე რამე ისეთი ინდუსტრია გიო რა.
თქვა ინჟინერი ან რაღაც მშენებელი ან რაღაც არქიტექტორი რაღაცა რავი ნებისმიერი და არის მარტო წარმოიდგინე ერთი ფირმა მთელ სოფლიოში სადაც შეიძლება მიხვიდე იმუშაო და ისინი რო გეტყვიან შენ რომ აი ეს ჩვენ ეს არის ჩვენი პირობები და всё თუ გინდა არა და წახვალ და რაღაცა კუანას ფირმაში იმუშავებ და ცხოვრებაში თავსას ვერ ირჩენ რა აი გარი UFC გამიგე და UFC არსებობა დღეს და საქმე იმაში არის UFC-ში ძალიან ბევრი ბიჭები თავს ვერ ირჩენენ ვერ ირჩენენ თავს და ძალიან ბევრი კაი ბიჭები ვერ ხვდებიან და ძალიან ბევრი წვალება ჭირდება რომ მოხვდე ბევრი პოლიტიკაში აი ხა მაგალითად ხო ყავს ქართველებს ბევრი კაი ტანზილოვი ყავს ჩოხელი ყავს აგერ ზურიკოს თუნდაც ზურიკოს არ შეუძლია UFC-ში იჭხუბოს ხა მაგრამ ვერ ხვდებიან იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვარ ძალიან ბევრი პოლიტიკა პატარა ქვეყანა ვარ ხალხი ჩვენ არ ყავს ფული ჩვენ არ გვაქვს ისა ეხა ზურიკოს დონის მოჭხუბარი ესპანეთს გერმანიას და ევროპის ქვეყნებს რო ყავდეს ხო ეგრევე მოხდებოდა, იმიტომ რომ დიდი ქვეყნები არიან, მოჭხურები მაგათ არ ყავთ, წარმომადგენლები ჭირდება UFC-ს მან და რო ჩავიდნენ შოუ ჩაატარონ და ეგრევე მოხდებოდნენ, გამიგე? ხო და იმდენად გულისამრებია ეს ყველაფერი, ზოგჯერ რო დაუკვირდები ეს მონოპოლია და ეს ყველაფერი და იმდენად საერთოდ გარტყმაში არ არიან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს იმის საშუალება რომ პირი გააღოს და თავისი აზრი გამოთქვას მე ვისურვებდი რომ ცოტა უფრო გათანაბრდეს მაინც რა ცოტა დასუსტდეს მაინც ვიღაცა რო წამოიქაჩოს ერთი მაინც რო გათანაბრდეს ცოტა ის მოლაპარაკების აზრი მაინც იყოს და მოლაპარაკებების წარმოების საშუალება მაინც შეეძლოს მენეჯერს და მოჭხუბარს იმისათვის რომ რაღაცა უთხრას რომ აი შენ ამას თავაზობ ის ამას თავაზობს ის აქ ეს ხდება ის ხდება დღეს UFC-ს რაც არ უნდა მიუთხრა რომ აი მე შენთან ამას თუ არა ამას და ამას თუ აი ნორმალურად ხომ მოგექცენ მოჭხუბარი ხარ პროდუქტი ხარ შენი გარეშე არ შეიძლება არაფერი რა იმ დღეს ერთმა მოჭხუბარმა თქვა ჩემს მენეჯერს ვთხოვე რომ მოლაპარაკებებს დამასწარიო ტელეფონზეო რა და მის მირჩიაო რომ არ გინდაო UFC-სთან ჩემს მოლაპარაკებას შენზეო რომ დაესწრო არ გინდაო რა და არა დავიჩემეო კაი მაშინ დაურეკაო და შენ არ მოახმა არა მოიღო არ უნდა იცოდნენ რომ ოთახში ხარო და ველაპარაკეო UFC მოლაპარაკებებზე ნუ ფულს თხოვ ნუ მოლაპარაკებები წავიდა თავის მოჭხურის ახალი კონტრაქტის განახლების და ესე და კარჩი ისეთ რაღაცები უთხრესო ჩემზეო ჩემს მენეჯერსო თავი მეგონაო დღნერის ნაჭერიო რა იმენა აი ესე დამახასიათებს რატო ანუ რეალურად ისეთი ცუდი რაღაცები და ბინძური რაღაცები ხდება კულისებს მიღმა და ბიჭებს ისეთ იმაში უწევს ძალიან ბევრს ეხლა ჩვენ ტელევიზორში კი ვხედავთ იქ იმას ქამარია ეს დარბის ეს ყველა რაღაცებში ცხოვრობს ბედნიერია და კაია ყველაფერი კაია პეპელამ ჟესტი შეჭამა და საქართველოს ხაროს მაგარია ძალიან მაგრამ რეალურად 90% ამ ბიჭებისაც ფულს არ იღებს წესიერად, კარიერას ამთავრებენ, დამტრეული აქვს ყველაფერი, მოტეხილობები აქვს, ტრამვები აქვს, საოპერაციო არიან, დაზღვევა არ აქვს, ის არ აქვს, ეს არ აქვს და მაგარია, ზატო ჩვენ ხო კარგად ვართ ტელევიზორში ხო უყურებთ, ადი დაუკრატაში რა. და ეგეთ რაღაცები არ უნდა იყოს, გაიგე? მე ძალიან მაგრამ მინდა რომ არსებობდეს პროფკავშირი მოჭხურების, არსებობდეს სხვა ორგანიზაციების. მე ახლა მაგრამ მე UFC-ს მაშინ უყურებდი, როცა 12 კაცი უყურებდი თუ UFC-ს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს UFC, ჩემთვის თავი არის მოჭხუბრები რა. მე მაგრამ მინდა რომ ევროპაშიც იყოს კაი ორგანიზაცია, სადაც ამერიკიდან წავლენ და იჭხუბებენ. მე მინდა რომ იყოს კროს პრომოუშენი, ამ პრომოუშენის ჩემპიონი, იმ პრომოუშენის ჩემპიონი, 4 თქვა კაი ორგანიზაცია იქნება და 4 ჩემპიონები შეიკრებიან და გააკეთებენ გრან-პრის. ერთმანეთში იჭხუბებენ და ესე შემდეგ. ესე უნდა იყოს რა. ეგეთი რაღაცა რომ იყოს ძალიან მაგარი იქნება და ბევრად უფრო საინტერესო იქნება, მაგრამ სწორად ლაპარაკობდი, შენ ძალიან ძნელია მაგი რომ მოხდეს. მაგალითად KSW ჩემპიონი რო იქნება ზურიკო და მერე KG-ის ჩემპიონი რო იქნება და KG-ის ჩემპიონი რო KSW-ის ჩემპიონი შეხდება ზურიკო versus ზურიკო, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში მე უბრალოდ ამას ვიძახი, მეც მომწონს შოუ, რა თქმა უნდა, ახლა მეც ისა კაი ჭხუბები და ასე შემდეგ, მაგრამ ბიჭო რა არის, იცი? ბიჭები თვითონ მოჭხუბრები ძალიან ცუდ დღეში ვარდებიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი. არ ჩვენ უბრალოდ ვერ ხედავთ რა ხდება. ადამიანებზე, მაყურებლებზე ვიძახი, ვერ ხედავენ ადამიანები რა არის აი ამ dark side of the moon ესე რო ვთქვა რა თუ არის ბნელი მხარე ჩვენთვის არ ჩანს ჩვენთვის რა მე კი ვიცი მაგრამ მაყურებლისთვის ვიზახი უბრალოდ მაყურებლისთვის გამიგე ხო და რავი აი რატო არის რომ დეფიციტია უკვე ძალიან ბევრი მეებში რა
ძიმე წონა აღარ ყავთ. ისა ეხლა ნახოთ, არ ვიცი, თან ბევრი უფრო და უფრო მეტი ბავშვი რო დაასვენო და სოსკაში რო ჩაიდო არ შეგიძლია ბიჭო? თან ბევრი ბიჭო არა, უბრალოდ რა არის, ყოველთვის როცა ზურიკოსნაირი ბიჭები მყავს გადაცემაში ან ლაშასნაირი ან კიდევ დინაზე ლევანი ყავდა, ლევანზე ხო აფს აღარ მომბობს საერთოდ. ვიღაცა წყვეტს, გამიგე ერთი დაჯგუფება 3, 4, 5 ადამიანი წყვეტენ, ვის შეიძლება, ვის უნდა კონდეს მთელი მსოფლიოს წინაშე რაღაცის დამტკიცების შანსი და ვის არა, გამიგე? რამდენი მოჩხუბარის ხედა უკვე დღითი დღე, რამდენი მოჩხუბარს ხედა UFC-ში, რომელიც იქ არ უნდა იყოს. და არ ვიცი რატო არიან. ძალიან ბევრს. სწორად აღნიშნე, რომ შენ ძალიან მაგარი იქნება, გინდას ევროპაშიც იყოს რაღაცა ძალიან ისეთი ცოტა მაღალი დონის ლიგა, რომელიც პლუს მინუს მაინც გაუთანაბრდებოდეს რა. უებს მე არ ვიძახი რომ უკეთესი იყოს, მაგრამ სადღაცას პლუს მინუს თანაბარი იყოს რა. გინდათ ფინანსებით, გინდათ ისეთ მედიითაც ყველა მხრივ რა. იყოს ამერიკული ყველა. უფრო მეტი კონკურენციაც წამოვა მე და ბევრად უფრო საინტერესო იქნება და ყველანაირად მაგარი იქნება, მაგრამ იყოს ამერიკული, იყოს ყველა ამერიკული იყოს, კაი ამერიკა არის და წამყვანი ისა და მით უმეტეს ჩხუბებში და იყოს, კაი. ოღონ რუსული არ იყოს და იყოს რა, ამერიკული იყოს. ჩამოვიდნენ ევროპაში გააკეთონ შოუები, ხო, თავარი ძალიან მნიშვნელოვანია, რამოდენ 3-4 უნდა იყოს ორგანიზაცია და უნდა ხდებოდეს cross promotion. ამ ორგანიზაციების ჩემპიონები უნდა იბრძოდნენ ერთმანეთში. აი ეგ არის თორე რეალურად. ნუ ახლა ეს ძალიან გძელი თემაა, ძალიან მაგ 5 წუთიან რანს ამოჭრი და დაგიდებ, ბაზარი არ არის. ეგ მაგარი რანთან ქოქილი შემოვიდა ბიჭი, შეხედე? ვახ, ჩემ მაგარი რანთ იყო რა, იბინა. რანთ როგორ არის ქართულად რომი? აგე, გულით ლაპარაკობს, გიო, იმე გულის კივილია კაცი მენა. გული არ არის, ეს არის წლების განმავლობაში გამოძიებული, დაკვირვებული შესწავლილი საკითხია ეგ. გულით ლაპარაკს აზრი არ აქვს მით უმეტეს ადამიანებთან, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვინც ლაპარაკობს გულით, მე ის ყველაზე მეტად იჩაგრება საერთოდ. მე ვლაპარაკობ ფაქტებით. მე შემიძლია ფაქტები მოვიყვანო, ეს უბრალოდ ამ ფაქტების მოყვანას და იმას კიდევ უფრო დიდი ხანი დაჭირდება და ვის ჭირდება, ხო, ეხლა არავის არ აინტერესებს რეალურად. ეხლა მილიონობით ადამიანი ამ გამოცემას რომ მოურჩებით, დაждდებიან და ბედნიერად უყურებენ UFC-ს კიდე რა და იქ რაღაცას მოიტეხავს. მერე ის საოპერაციო იქნება 20 წლის მერე UFC-თვის შოუ ხო დადგა რა სწორია და მე კარიერას თუ დაამთავრებს მაგას რომ ოპერაციის ფული არ აქვს იმ ტრამვების გამო ვის რა შეინტერესებს მოსწყვნია პატრონი ხო აზე ხარ რა და ნუ ეგრეა რა. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. მე მეგონი ბავშვი არ დამაზინო, სამჯერ გაიღვიძა და მეგონი გაფრაზებული ვარ და იმიტომ ვარ ეგრე რა. მოდი რა, ბიჭო, ზურას დაუბრუნდეთ რა, ზურა ნოემბერში არის შენი ბრძოლა და თუ შეგიძლია სტილისტურად რამდენი ვიცით რა, შენ ოპონენტზე ბრაზილიელი არის, საკმაოდ კაი რეკორდი აქვს, 13 და 4. ეგრეა. 13 და 4-ია მურილიო და სილვა. მოდით. შენასწავლი ყავთ უკვე? მათი მაგის. იმახლა გითხრა მაგის ბოლო ჩხუბი მაგის რა. კაი ბიჭი არის, დგომის მოჩხუბარი არის, დგომში კარგად იბრძვის რა. დანარჩენი რავი რაც იქნება, აგერ შენ და აგერ მე ვნახოთ. ვინც გინდა ისოს იმდენი ხანი გავიდა გიო, არ მიბრძოლია უკვე რო. ისე მინდა ვიბრძოლო რომ რავი რა. ვინც გინდა ის იყოს ნახდათ. კარგი ბიჭი არის, მაგრამ ყველანაირად მზადა ვარ ასე. კაი მომზადება გავიარე. ლაშას ბრძოლიდან დაწყებული დილას საღამოს დღეში ორჯერ ვარჩევ სულ და კი ვარ ფორმაში და დანარჩენი აგერ შედეგებმა ილაპარაკოს უკვე. 15 ნოემბერს ველოდებით ყველა შენ ბრძოლას და გამარჯვების მერე შოუში ისევ დაბრუნდები, რა თქმა უნდა. და ზური შენ რა გონია ვინ იქნება ილიას შემდეგი ოპონენტი? რავი რა გითხრა, არ ვიცი სიმართლე გითხრა, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ცარუკიანთან ბრძოლა, ამას ვიტყოდი, მაგრამ ვინ იქნება ეგ უკვე
ბიზნესის ვარიანტი უფრო არის, იმიტომ რომ ილიას იმხელა სახელი აქვს ახლა უკვე, სადაც ვისანაც უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეიძლება უბრალოდ იმასთან ჩაატარებს UFC მის ბრძოლას, ჩემი აზრით. მაგრამ პირადად მე მაგალითად ძალიან დამაინტერესდებოდა ცარუკიანთან ბრძოლა. მომენტისთვის ჩემი აზრით ყველაზე უფრო საინტერესო და დაძაბული მან შეიქმნა. ზური, ეს უკვე მორჩა ეს ბრძოლა რა, ჩვენ ერთი დღით ადრე ვიწერთ ამას, ანუ მაგრამ ვინ იქნება გამარჯვებული ბავტისტა უმარის შორის? რას ფიქრობ და ისეთი იქნება თუ არა შემდეგი მერაბის მეტოქე გამარჯვებულია მორში. აუ სიმართლე გითხრა ძალიან მინდა რომ ბავტისტა მოიგოს რა. შენ თუ არ დააფინიშა, რაც კარგად გამოდის მას რომ გდების მერე ზურგზე გადადის კარგად და მახრჩობელას აკეთებს. თუ ეგ ვარიანტი არ მოხდა ბრძოლა წავიდა, მაგ შემთხვევაში მგონია რომ უმარი კიდევ ერთ მარცხს იგემებს. ერთადერთი მაგის ვარიანტი არის ფინიში, ჩემი აზრით რა. დანარჩენი დგომში არ მგონია რომ უმარიმ აჯობოს. და სხვათა შორის საინტერესო იქნება ეხლა ამ მომენტში ყველაზე ისეთი კანდიდატი რომ პირადად მე დამაინტერესდებოდეს მერაბისთან მისი ბრძოლა იქნება ბატისტასი ხო? ესო იქნება ჩემი. კი, ძალიან ეხლა პირადად მე მაგალითად ეხლა უმარის და მერაბის რემატჩის ყურებას მირჩენია ბაპტისტასთან ჩხუბი ვნახო. კი, ან პირდაპირ ან იანი ორიც არ ნაკლებად მაინტერესებს რა თქმა უნდა. უმარს ჭირდება ბრძოლები მოგებები. თავისებურად საინტერესოა, მაინც ჩვენი არის კამარზე ბრძოლა არის და არა, რა თქმა უნდა. მე უბრალოდ შედარებით ვიძახი. ჩემს ახალთან ბრძოლა უფრო ისეთი არის რა. ისინი ყველა ვინც დაამარცხა აშკარა დომინაციით. ვიღაცასთან რო ყოფილიყო რომ აი რაღაც სადაო საკითხი რო ყოფილიყო, მაშინ კიდე სხვა საკითხი იქნებოდა. მაგრამ ყველა გაანადგურა ესე რო ვთქვათ რა მერაბიმ და მასთან საინტერესო იქნება თან 8 გამარჯვებათა სერია აქვს. ესეც რომ მოიგოს მე-9 იქნება და უკვე რეალური კანდიდატი არის დანარჩენი ვის აქვს მსგავსი რეკორდი ახლა ვის აქვს 61 კილოში არც არავის. თუ ჩემპიონს არ ჩაგვდი. არა, მარტო ალჯოუს ქონდა მაგხელა სერია, რა თქმა უნდა მეორე ნომერი სერია ქონდა, იმიტომ რომ მერაბს აქვს ისტორიაში ყველაზე დიდი მოგების სერია ბანთამვეიტში. და მეორე იყო ალჯო რა. რომ პირადად მაგათად გულშემატკივრო ბაპტისტას. ანუ ალჯო მორაესმა რო გათიშა მუხლით ხო გახსოვთ? აჰა. და მაგის მერე დააგროვა მგონი 9 თუ 8 თუ 9. ხო. სანამ მერე შონომალიმ არ გათიშა რა. თუ ჩემპიონობამდე, ნუ მოკლედ რა. ძმგლებო არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ Fight Hop podcast-ი Apple-ზე, Spotify-ზე, YouTube-ზე და დარჩით ჩვენთან. მადლობა ბიჭებო, თქვენ მადლობა მოწვევისთვის და ყველამ გამოიწერეთ, ნამდვილად ძალიან მაგარი პოდკასტი არის და ყველას გირჩევთ რომ გამოიწერო და თვალიადევნოთ ამ პოდკასტს. You tune into the Kartwelians on the Fight Hop podcast.